ეხლა გავაკეთოთ მე-20 ამოცანა. წავიკითხავ ამოცანას. მოცემული გრაფიკების მიხედვით იპოვეთ სხეულთა საწყისი კოორდინატები და მოძრაობის სიჩქარის გეგმილები. დაწერეთ სხეულთა მოძრაობის x-ის ტეზე დამოკიდებულების განტოლებები. იპოვეთ განტოლებებისა და გრაფიკების საშუალებით მეორე და მესამე სხეულების შეხვედრის დრო და ადგილი. პირველ რიგში მოდით გადავხატოთ ეს გრაფიკი. აქ არის მოცემული კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი სამი სხეულისათვის. პირველი სხეულის გრაფიკი არის დროთა ღერძის პარალელური. რადგან კოორდინატი დროის მიხედვით ამ სხეულისთვის არ იცვლება, აი ნახეთ, საწყის მომენტში კოორდინატი 5-ის ტოლია, თქვათ 5 წამის მერე ისევ 5-ის ტოლია, 10 წამის მერე ისევ 5-ის ტოლია და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს შემდეგს, რომ პირველი სხეული არ მოძრაობს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ, რომ x პირველი უდრის x პირველ 0-ს, ესე იგი მის საწყის კოორდინატს და მისი სიჩქარე 0 არის, ამიტომ პირდაპირ დაეწერება, რომ x პირველი უდრის 5-ს. x პირველი უდრის 5-ს. ესე იგი, რადგან vt წევრი არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ v 0-ის ტოლია. ეხლა მოდით დავხატოთ მეორე სხეულის გრაფიკი, მოძრაობის გრაფიკი და მერე ასე ვთქვათ, იქიდან ჩავწეროთ მერე განტოლება. მეორე სხეულის გრაფიკი შემდეგნაირი არის, რომ ესე იგი მისი საწყისი კოორდინატი ასევე 5-ის ტოლია და გამოიყურება ესეთნაირად. ეს არის მეორე სხეულის გრაფიკი. როგორც ხედავთ, x მეორე წერტილის საწყისი კოორდინატი უდრის 5-ს, ხოლო სიჩქარე რო ვიპოვოთ, სიჩქარის x პროექცია. უნდა ვისარგებლოთ ეგეთი ფორმულით, x გამოკლებული x0 შეფარდებული t-ზე. ამისათვის ავიღოთ რაღაცა დროის მომენტი, მაგალითად თქვათ 5 წამი და ამ მომენტში, როგორც ხედავთ, მეორე სხეულის საბოლოო კოორდინატი უდრის 0-ს, საწყისი კოორდინატი არის 5-ის ტოლი, ესე იგი 0-5, შეფარდებული დროსთან, დროის მომენტი, მონაკვეთი 0-დან 5-მდე არის 5-ის ტოლი, ამიტომ ეს გამოვა -5 გაყოფილი 5-ზე და ეს იქნება -1 მეტრი წამში. მასადამე მეორე სხეულის განტოლება x მეორე, რომლის ზოგადი სახე არის ეგეთი x 2 0-ს მის საწყის კოორდინატას პლუს მისი სიჩქარის პროექცია vx მეორე წერტილისა გამრავლებული t-ზე, ამ შემთხვევაში ეს გამოიყურება ესეთნაირად, x2 0 არის 5-ის ტოლი, ხოლო vx2 გამოვიდა -1 მეტ წამი. ამიტომ განტოლებას ექნება ეგეთი სახე, x2 არის 5-ს minus t. რაც შეეხება მესამე სხეულს, მესამე სხეული საწყის მომენტში იმყოფებოდა წერტილში -10, აგერ აქედან იწყება, ხოლო როგორც ხედავთ, დროთა ღერძს კვეთს, ესე იგი t უდრის 20 წამის მომენტში. ამიტომ დავხატოთ, ესე იგი მისი გრაფიკი, ესეთი გრაფიკი იქნება. ეს თქვათ ეს არის 20 წამი, ეს წერტილი. მასშტაბსადამე მესამე
სხეულისთვის x3 არის -10, ხოლო სიჩქარის x პროექცია ასევე მოიცემა ზოგადად იგივე ფორმულით, ესე იგი x - x0 გაყოფილი t-ზე. მოდი დროის მონაკვეთად აქ ავიღოთ 20 წამი ავიღოთ, ესე იგი თქვა და ესე უფრო ადვილი არის. 20 წამის გავლის შემდეგ კოორდინატი გახდება 0 მინუს საწყისი კოორდინატი იყო ესე იგი -10, ამიტომ შხილებში დავწერ -10, იმიტომ რომ -10, ხოლო დროის მონაკვეთი აქედან აქამდე არის 20 წამი. ამიტომ გამოვახლა 0-ს -10 იქნება 10 გაყოფილი 20-ზე, ეს გამოვა 0.5. ნუ ესეც მეტრ წამებში არის ყველაფერი მოცემული. და კოორდინატის დროზე დამოკიდებულება აი ამ სხეულისთვის x3-ისთვის იქნება -10 პლუს 0.5 t. მაშინ მე ჩვენ გვაქვს სამივე წერტილისთვის მოძრაობის განტოლებები. მოდით ამოვწეროთ, ესე იგი x პირველი უდრის 5-ს მივიღეთ. მეორე სხეულისთვის x2 არის 5-ს - t და მესამე სხეულისთვის x3 არის -10 პლუს 0.5 t. ეხლა ის ფაქტი, რომ მეორე სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულებაში აქ მინუსი დგას, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მეორე სხეული მოძრაობს x ღერძის საპირისპირო მიმართულებით. ამიტომაც მივიღეთ ჩვენ აქ სიჩქარის პროექცია -1 სტოლი. ხოლო რაც შეეხება მესამე სხეულს, მისი სიჩქარე გამოვიდა დადებითი 0.5 მეტრ-წამი, რაც იმაზე მიუთითებს ეს დადებითობა, რომ მესამე სხეული x ღერძის თანხვედრი მიმართულებით მოძრაობს. ხოლო რაც შეეხება პირველ სხეულს, ის საერთოდ გაჩერებულია. ამიტომ t-ს შემცვლელი წევრი, ამიტომაც არა აქვს მას. ეხლა გვეკითხებიან მეორე და მესამე სხეულის შეხვედრის დროს და ადგილს. სადაც შეხვდებიან სხეულები. შეხვედრისას ცხადია მათი კოორდინატები გატოლდება, ამიტომ მოდით გავუტოლოთ x2 უდრის x3-ს დავწეროთ. გატოლდა კოორდინატები. აქედან დავადგენთ რა დროში მოხდა და მერე სად მოხდა ეს. პირობა, რომ ესე იგი დაემთხვა კოორდინატები ერთმანეთს. გავუტოლოთ ეს განტოლებები ერთმანეთს. 5-ს - t უდრის -10 პლუს 0.5 t. ნუ t შემცვლელი წევრები ერთ ხარეს გადავიტანოთ, აქ ჯობია მარჯვნივ გადავიტანოთ, ხოლო თავისუფალი წევრები მარცხნივ. ესე იგი გვექნება 15 უდრის 1.5 t-ს. აქედან დავადგენთ, რომ t უდრის 10 წამს. ესე იგი 10 წამის შემდეგ მათი კოორდინატები გაუტოლდება ერთმანეთს, ანუ შეხვდებიან ეგენი ერთმანეთს 10 წამის შემდეგ. ხოლო იმისათვის, რომ დავადგინოთ სად შეხვდებიან, აი ეს 10 წამი უნდა შევიტანოთ ან მეორე, ან მესამე სხეულის განტოლებაში, იმიტომ რომ 10 წამის შემდეგ ეგ კოორდინატები გაუტოლდა, ამიტომ ნებისმიერი განტოლებიდან შეგვიძლია ვიპოვოთ. მოდით ვიპოვოთ თუ გნებავთ, ესე იგი მეორე განტოლებიდან. ესე იგი x2 უდრის 5-ს -10, ანუ გამოვიდა -5, ნუ იგივე -5-ს მივიღებთ, ცხადია x3-ში რო შეგვეტანა t-ს მაგივრად 10 წამი. მასადამე ჩვენ დავადგინეთ, რომ მეორე და მესამე სხეულები შეხვდებიან ერთმანეთს 10 წამის შემდეგ, რომელ წერტილში, რომლის კოორდინატი არის -5 სტოლი. ამით ესე იგი მე-20 ამოცანა დასრულდა. ეხლა მოდით 21 ამოცანაზე გადავიდეთ. წავიკითხავ პირობას. ორი ველოსიპედისტის მოძრაობა მოცემულია განტოლებებით. x პირველი უდრის 5 t-ს, ხოლო x მეორე უდრის 150 - 10 t.
გეუბნებიან რომ ააგეთ ამ ველოსიპედისტების მოძრაობის გრაფიკები და დაადგინეთ მერე შეხვედრის დრო და ადგილი. დაიხატება ეს ესეთნაირად. ესე იგი ამ ღერძზე გადავზუმავთ დროს, ორდინათა ღერძზე გადავზუმავთ ისა რა ქვია კოორდინატს, ესე იგი რომელიც x-ითა გვაქვს აღნიშნული. და ავაგოთ გრაფიკი. გრაფიკის ასაგებად საჭირო არის მინიმუმ 2 წერტილი მიუთითოთ რა, ესე იგი თქო, იმიტომ რომ წრფე არის. ერთი წერტილი თუ ტესტ მაგივრად ავიღებთ 0-ს, ანუ აი აქ ტესტ მაგივრად 0 არის, 5 0-ზე გამრავლდება, ესეც 0 იქნება. ესე იგი ერთი წერტილი ეგ იქნება. ეხლა თუ ავიღებთ ესე იგი ერთ წამს სიტყვაზე აქ, ხო? 5 ერთზე იქნება 5 სტოლი. ეს თქვათ იყოს 5-იანი აქ, აგერ მეორე წერტილი გვაქვს. და გავავლოთ ესე იგი ამ ორ წერტილზე წრფე. აი ესეთი იქნება პირველი ველოსიპედისტის გრაფიკი. საწყისი კოორდინატი მაგას არ აქვს. ეხლა მეორე სხეულისთვის რო ავაგოთ, ესე იგი t უდრის 0 მივანიჭოთ, ერთი წერტილი იქნება, ეს იქნება 150, აი სადღაც აი ამ ღერძზე უნდა ვიპოვოთ 150, სადღაც აქ ზევით იქნება. ხოლო მეორე წერტილი შეგვიძლია ავიღოთ რომელიღაც არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მოდით შეიძლება ავიღოთ თქვათ ისეთი t გამოვთვალოთ, რომელზედაც x-ი 0 სტოლი იქნება. ესე იგი თქვათ აქ რო ჩავწერო x მეორის მეგრად 0 არის 150 minus 10t, ესე იგი t იქნება აქედან ესე იგი 15 სტოლი. ესე იგი აი სადღაც აქ 15 წამი რო ვიპოვოთ, ესე იგი აი ეს 150 და 15 შორის გავავლოთ ესე იგი წრფეს, ესე იგი ეგ იქნება მეორე სხეულის მოძრაობის გრაფიკი. ხლა სად შეხვდებიან და როდის შეხვდებიან? ანალოგიურად, ესე იგი შეგვიძლია გაუტოლოთ ერთმანეთს, ესე იგი როცა შეხვდებიან, ცხადია მათი კოორდინატები გატოლდება x პირველი უდრის x მეორეს, ესე იგი დავწეროთ რომ 5t უდრის 150 minus 10t. ეს 10t გადმოვიტანოთ მარცხნივ, ესე იგი 15t უდრის 150, t უდრის 10-ს. ეს გადაკვეთის წერტილი ეს იქნება სადაც ესე იგი 10 წამის ტოლი. ხოლო კოორდინატი რისი ტოლი იქნება? ეს 10 წამი შეგვიძლია შევიტანოთ ან პირველი ველოსიპედისტის მოძრაობის განტოლებაში, ან მეორეში, ერთ და იგივეს მივიღებთ. ესე იგი თქო, შევიტანოთ პირველის განტოლებაში იქნება 5 განროლებული 10-ზე, ეს არის 50. მაშინ ეს ველოსიპედისტები შეხვდებიან ერთმანეთს t უდრის 10 წამის შემდეგ წერტილში, რომლის კოორდინატი, აი შეხვედრის წერტილი x შ-ი შ-ინდექსით იქნება 50. ანალოგიური არის ზუსტად 22 განტოლება. მაგას ამოცანა უბრალოდ, მაგას მე მოდით გამოვტოვებ. გადავალ შემდეგ ამოცანაზე. 23 ამოცანა. წავიკითხოთ, გზატკეცილზე ერთი მიმართულებით წრფივად მოძრაობს 2 მოტოციკლისტი. პირველი მოძრაობს V1 არის 10 მეტრ/წამი სიჩქარით მოძრაობს. მეორე კი მას ეწევა V2 არის 20 მეტრ/წამი სიჩქარე. დროის საწყის მომენტში მანძილი მოტოციკლისტებს შორის იყო 200 მეტრი. ესე იგი დავხატოთ სურათი. ეს არის სურათი, ესე იგი x-ი აგერ არის. ესე იგი პირველი თქვათ ამ წერტილში არის და მოძრაობს V1 სიჩქარით. მეორე რადგან ეწევა მის უკან არის მეორე მოტოციკლისტი და მის სიჩქარე არის 20 მეტრ/წამი. ხოლო მათ შორის მანძილი არისო 200 მეტრი. გვეუბნებიან რომ მოდით დახატეთ, ჩაწერეთ მათი განტოლებები, ისე რომ კოორდინატა სათავედ აიღეთ მეორე მოტოციკლისტის საწყისი მდებარეობა. აი მოდით აქ იყოს 0. ეხლა როგორ ჩაიწერება ესე იგი, შევხედოთ. ზოგადად წრფივი თანაბარი მოძრაობისთვის განტოლებას აქვს ეგეთი სახე: x0 + vx გამრავლებული t-ზე. ესე იგი აქ უნდა ვიცოდოთ თითოეული
ველოსიპედისტვის, ესე იგი საწყისი კოორდინატი და სიჩქარის პროექცია. ნუ მოდით პირველიდან დავიწყოთ. ახლა პირველი საწყისი კოორდინატი არის 200 სტოლი. 200. სიჩქარის x პროექცია არის 10 მეტრ-წამი. რატო ავიღე პლუსით? იმიტომ რომ მისი მიმართულება x ღერძის მიმართულებას ემთხვევა. ამიტომ გამტოლება ჩაიწერება ესეთნაირად x პირველი იქნება 200 პლუს 10t. ახლა ანალოგიურად მეორესთვის, თქვა აი ამ ზოგადი ფორმულიდან x0 არის 0, იმიტომ რომ კოორდინატა სათავედან იწყებს ის მოძრაობას, ხოლო vx არის 20 სტოლი. ამიტომ x2 დაიწერება უდრის 20 გამრავლებული t-ზე. ეს ზოგადად განტოლებები ჩავწერეთ. ახლა კიდე რაღაცა კითხვები არის აქ. სადა რა დროში დაეწევა მეორე მოტოციკლისტი პირველსო? რომ დაეწევა ნიშნავს, რომ ესე იგი ერთ და იგივე წერტილში აღმოჩნდებიან. ესე იგი x პირველი უდრის x2-ს, გაუტოლოთ ერთმანეთს, ესე იგი ეს არის დაწევა ან შეხვედრა სულ ერთია. და დაიწერება, ესე იგი ამ განტოლებაში შევიტანოთ, ესე იგი პირველი ველოსიპედისტის მოძრაობის განტოლება და მეორესი. ჩავწეროთ, აბა 200 პლუს 10t უდრის 20t-ს. ეს 10t აქეთ გადავიტანოთ და 200 უდრის 10t-ს. ანუ t აქედან გამოგვივა 20 სტოლი. ეს იგი 20 წამის შემდეგ ეგენი ერთ წერტილში აღმოჩნდებიან. ანუ მეორე მოტოციკლისტი დაეწევა პირველს 20 წამის შემდეგ და რა წერტილში დაეწევა? შეგვიძლია შევიტანოთ ამ პირველ განტოლებაში ან მეორეში, სულ ერთია. მოდით პირველში შევიტანოთ. x პირველი იქნება 200, ეს არის შეხვედრის წერტილი, ანუ დაწევის წერტილი, პლუს 10 ჯერ 20, ანუ ესე იგი 200 პლუს 200, ნუ გამოგვივა 400 სტოლი. ესე იგი წერტილში, რომლის კოორდინატი არის 400 სტოლი, აი იქ შეხვდებიან ერთმანეთს. კარგით, ახლა გადავიდეთ 24 ამოცანაზე. წავიკითხოთ. ავტობუსი და მოტოციკლისტი მოძრაობენ შემხვედრი მიმართულებით. შესაბამისად, ესე იგი v ავტობუსის არის 10 მეტრ-წამი, v მოტოციკლისტის vm არის 20 მეტრ-წამი. აქ მევწერ სიჩქარეებს სიდიდეებით. დაკვირვების საწყის მომენტისთვის მათ შორის მანძილი იყო 600 მეტრის ტოლი. ესე იგი L არის 600 მეტრი, ეს არის მანძილი საწყის მომენტში ერთმანეთს შორის მანძილი. ჩათვალეთ, რომ Y ღერძი მიმართულია ავტობუსის მოძრაობის გასწვრივ და მისი მდებარეობა T მომენტში ემთხვევა ათვლის სათავეს. აი, მოდი დავხატოთ ეს გრაფიკი. ეს X ღერძი მიმართოთ ავტობუსის მოძრაობის მიმართულებით, ესე იგი და სათავე ავიღოთ X, სადაც იმყოფებოდა ავტობუსის აწყის მომენტში. ესე იგი აი ეს ავტობუსის სიჩქარე ესე იქნება მიმართული. ეს არის V ავტობუსის. ახლა მისგან დაშორებულია 600 მეტრით ველოსიპედისტი. ესე იგი ეს არის 600 მეტრი და მოტოციკლისტი. ნუ რა მნიშვნელობა აქვს. და მოტოციკლისტი მოძრაობს შემხვედრი მიმართულებით. ესე იგი ეს არის V მოტოციკლისტის. ნუ ჩავწეროთ განტოლებები, უკვე ვიცით ეგ როგორ გავაკეთოთ. ნუ ავტობუსისთვის X ავტობუსის არის საწყისი კოორდინატი, მაგას არ აქვს, ამიტომ დაიწერება 10t და სიჩქარე არის 10 სტოლი. მოტოციკლისტვის Vx მოტოციკლისტვის იქნება საწყისი კოორდინატი, მისი არის 600 minus 20t, მინუსი იმიტომ მავიღე, რომ მისი სიჩქარე X ღერძის საპირისპიროდ არის მიმართული. ეხლა აქ რამდენიმე კითხვები გვაქვს. რამდენ ხანში და სად შეხვდებიან ეგენი ერთმანეთს? უკვე ვიცით, რომ როცა შეხვდებიან, კოორდინატები გაუტოლდება ერთმანეთს. გავუტოლოთ, ესე იგი X ავტობუსის ემთხვევა X მოტოციკლისტის. ესე იგი 10t უდრის 600 minus 20t.
20t გადმოვიტანოთ მარცხნივ, გვექნება 30t უდრის 600-ს, ანუ t იქნება 20 წამის ტოლი. ეს იგი 20 წამში ეგენი შეხვდებიან ერთმანეთს. სად შეხვდებიან? ნებისმიერ განტოლებაში ან x a-ში ან x m-ში უნდა შევიტანოთ. მოდით x a-ში შევიტანოთ. x ავტობუსის იქნება 10 ჯერ 20 გამოვა, ესე იგი 200. მაშინ და მე ვიცით რომ შეხვდებიან 20 წამის შემდეგ წერტილში, რომლის კოორდინატები არის 200, ну სადღაც აი აქ. თქვათ ეს არის, თქვათ აქედან აქამდე, თქვათ ეს 200-ია. აქ შეხვდებიან. ეს რაც შეეხებოდა პირველი კითხვა. მეორე კითხვა არის, სად იმყოფებოდა მოტოციკლისტი დროის იმ მომენტში, როდესაც ავტობუსი გადიოდა წერტილს, რომლის კოორდინატი არის 250. აი მოდი ვნახოთ ჯერ ავტობუსი დროის რა მომენტში მივა იმ წერტილში, რომლის კოორდინატი არის 250. ავტობუსის განტოლება არის ესეთი, x ავტობუსი არის 10 t-ზე, ხო? რა მომენტში გახდება x-a 250-ის ტოლი? ამისათვის x-a შევიტანოთ აქ. ესე იგი 250 უდრის 10 t-ს, ანუ t გამოვა 25 წამი. ესე იგი ავტობუსი წერტილში, რომლის კოორდინატი არის 250, 25 წამის შემდეგ მივა და ამ 25 წამში სად იმყოფებოდა მოტოციკლისტი, ეს რო გავიგოთ, მოდით მოტოციკლისტის განტოლებაში უნდა შევიტანოთ ცხადი ეს 25 წამი. ამიტომ იქნება 600 გამოკლებული 20, ну ტეს მაგივრად ჩემ აქ 25, ეს არის 600 მინუს 500 გამოვა 100-ის ტოლი. ეს იგი იმ მომენტში, როდესაც ავტობუსი იმყოფებოდა წერტილში, რომლის კოორდინატი არის 250, მოტოციკლისტი იმყოფება წერტილში, რომლის კოორდინატი არის 100. ну კიდე ერთი კითხვა არის, როგორი არის მათ შორის მანძილი 10 წამის შემდეგ? მოდი ვნახოთ 10 წამის შემდეგ თითოეული სად იქნება? აი ავტობუსი 10 წამის შემდეგ იქნება წერტილში, რომელიც შეიძლება ვიპოვოთ ამ განტოლებიდან 10 t-დან, სადაც t-ს მაგივრად 10 შევიტან. ესე იგი 10 გამრავლებული 10-ზე არის 100. ხოლო მოტოციკლისტი 10 წამის შემდეგ იქნება წერტილში, რომელსაც ვიპოვე ამ განტოლებიდან 600 მინუს 20 t, თუ t-ს მაგივრად ისევ 10 წამს შევიტან. ესე იგი 600 მინუს 20 ჯერ 10, ეს არის 600 მინუს 200 არის 400. კითხვა როგორი იყო? ესე იგი გავიხსენოთ, რომ მათ შორის მანძილი 10 წამის შემდეგ, ესე იგი ერთი თურმე იმყოფება წერტილში, რომლის კოორდინატი არის 100, მეორე წერტილში, რომლის კოორდინატი არის 400, ამიტომ მანძილი ამ მომენტისათვის იქნება 400 გამოკლებული 100. ეს არის 300-ის ტოლი. და ბოლო კითხვა არის, დროის რა მომენტში იყო 300 მეტრი მანძილი ავტობუსსა და მოტოციკლეტს შორის? ბოლო კითხვა. ესე იგი დროის რა მომენტში იყო მათ შორის, ხო, დროის რა მომენტში იყო მათ შორის მანძილი 300-ის ტოლი. საქმე რაში არის, რომ დაუკვირდეთ, ნახეთ, რადგან საწყისი მდებარეობები ესეთი იყო, რომ ავტობუსი კოორდინატთა სათავეში იყო და მოტოციკლისტი 600 მეტრით იყო დაშორებული, ცხადია დროთა განმავლობაში მათი მოძრაობის დროს მანძილი მცირდება და ეს 600 მეტრი მანძილი მათ შორის შემცირდება. რაღაცა მომენტში გახდება 600-ის ტოლი, ისა 300-ის ტოლი მანძილი. მერე მანძილი კიდე შემცირებას დაიწყებს, ესე იგი და რაღაცა მომენტში საერთოდ შეხვდებიან ეგენი ერთმანეთს და მაშინ მანძილი 0 იქნება და მერე რა მოხდება? მანძილი ისევ ზრდას დაიწყებს. ყოველთვის სხეულებს შორის მანძილი მოიცემა ფორმულით ეგეთით, თქვათ, აი პირველი
წერტილის კოორდინატს გამოკლებული მეორე წერტილის კოორდინატი. Თქვათ, ეს არის პირველი წერტილის და მეორე წერტილს შორის მანძილი, მაგრამ მანძილი ასევე არის შეიძლება ვიპოვოთ როგორც x2-ს გამოკლებული x1. რაზეა ეს დამოკიდებული? გააჩნია რომელი არის მეტი. ეხლა შეხვედრამდე დაუკვირდეთ სანამ შეხვდებიან, მანამდე x2 მეტი არის x1-ზე. ამიტომ ჩვენ ამ ორ სხეულს შორის მანძილი რო ვიპოვოთ შეხვედრამდე, უნდა x2-ს გამოვაკლოთ x1. მოდი ვნახოთ, ესე იგი აქ ელის მაგივრად შევიტანოთ 300 მეტრი, 300 უდრის x2 არის 600 minus 20t minus x პირველი არის 10t. ნუ ამოხსნათ ახლა ეს განტოლება 300 უდრის 600 minus 30t. 30t აქეთ გადმოვიტანოთ, ესე იგი 30t უდრის 300 და t გამოვა 10 წამი. ესე იგი 10 წამის შემდეგ მათ შორის მანძილი იქნება 300 მეტრი, მაგრამ ეს იქნება 300 მეტრი სანამ შეხვდებიან. მერე რო გააგრძელებენ მოძრაობას, მერე მანძილი შემცირებას იწყებს, როგორც თქვით, მერე როცა შეხვდებიან 0 გახდება, მაგრამ მერე უკვე ავტობუსი უფრო მარჯვნივ იქნება ვიდრე მოტოციკლისტი და ამიტომ მანძილი მათ შორის რო ვიპოვოთ უკვე შეხვედრის შემდეგ, უნდა ვისარგებლოთ ფორმულით x პირველს გამოკლებული x მეორე. შევიტანოთ ამ ფორმულაში 300 უდრის x პირველი არის 10t-ს გამოკლებული მეორე მოტოციკლეტის მოძრაობა 600 minus 20t. ნუ რა გამოვა? 300 უდრის 10t minus 600 plus 20t. ეს 600 მარცხნივ გადავა და 900 უდრის 30t-ს. ანუ t იქნება 30 წამის ტოლი. ესე იგი, თურმე 300 მეტრი მანძილი ამ ორ სხეულს შორის ორჯერ მოხდება, ორჯერ გახდება. ერთხელ 10 წამის შემდეგ შეხვედრამდე მოსწორობის დაწყებიდან 10 წამის შემდეგ გახდება მანძილი 300 მეტრის ტოლი და მერე კიდე ერთხელ იქნება მათ შორის მანძილი 300 მეტრის ტოლი 30 წამის შემდეგ. ეს დროები ყველა ცხადია დათვლილია საწყისი მომენტიდან. ეხლა 25 ამოცანა. ნივთიერი წერტილის მოძრაობა მოცემულია ფორმულით y უდრის 1 plus 2t, ეს არის y-ის t-ზე დამოკიდებულება. ხოლო x-ის t-ზე დამოკიდებულება იმავე წერტილის არის 2 plus t. ესე იგი ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ სხეული არ მოძრაობს, მაგალითად აი რომ დავხატო მე x, o, y სიმტყე, არ მოძრაობს არც x-ის ღერძის გასწვრივ, არც y ღერძის გასწვრივ. აი რაღაცა კუთხით მოძრაობს, ესე იგი ის მას აქვს პროექცია მოძრაობას, გადაადგილებას აქვს პროექცია როგორც x ღერძზე, ასევე y ღერძზე. ეს არის მოძრაობის განტოლება x ღერძის გასწვრივ, აი t-ს წინ რაც დგას, ეს არის vx-ი, ამ შემთხვევაში როგორც ხედავთ, ის ერთი სტოლია, ხოლო t-ს წინ რაც y განტოლებაში დგას, ეს არის vy-ი. ეს არის ორი სტოლი. ესე იგი, აი ზოგადად რო დავწერო განტოლება y ღერძისთვის, ეგ იქნება y0 plus vyt. ხოლო x-ისთვის x არის x0 plus vxt. აი ამ განტოლებებს ვადარებ, აი ამ კონკრეტულ რიცხვებს. ესე იგი, ამ განტოლებაში როგორც ხედავთ, y0 1 არის, ხოლო vy 2 სტოლი არის. ხოლო თუ x ის ზოგად განტოლებას აი ამ 2 plus t განტოლებას შევადარებ, ხედავ რომ x0 არის 2 სტოლი, ხოლო vx 1 სტოლი არის. ნუ ბარემ აქ როგორც დავწერე vx 1-ია, vy 2 არის, შემიძლია დავწერო რომ x0 არის 2 სტოლი, ხოლო y0 არის 1 სტოლი. ახლა ჩვენ გვეუბნებიან რომ მოდი იპოვეო y-ის x-ზე დამოკიდებულებაო, ანუ ან x-ის y-ზე, სულ ერთია.
მოდით t ვიპოვოთ მეორე განტოლებიდან, ესე იგი x პლუს 2t, ესე იგი x-ი უпростოდ ბოდიში, სწორად არ დავწერე, x-ი უდრის 2-ს პლუს t, მოდით აქედან t ვიპოვოთ, t გამოვა x მინუს 2 და შევიტანოთ y-ის განტოლებაში. ამით t გამოირიცხება და დავადგენთ კავშირს y-სა და x შორის. y იქნება 1 პლუს 2t, ეხლა t-ს მაგივრად შემაქ ის, რაც ვიპოვე მეორე განტოლებიდან, 1 პლუს 2 t არის, ესე იგი x მინუს 2 და მექნება y უდრის 1 პლუს 2x მინუს 4. ანუ y-ისთვის მექნება განტოლება ეგეთი მინუს 3 პლუს 2x. ეს არის y-ის x-ზე დამოკიდებულების ფორმულა. ეს რაც შეეხებოდა 25 ამოცანას. ეხლა 26 ამოცანა. თვითმფრინავი დაკვირვების საწყის მომენტში იმყოფებოდა წერტილში, რომლის კოორდინატებია x ნულოვანი უდრის 0-ს და y ნულოვანი უდრის 400-ს. მისი სიჩქარის სიდიდე, ესე იგი ვექტორის სიდიდე, არის 100 მეტრ/წამის ტოლიო. მაგრამ ეს სიჩქარეო ჰორიზონტისადმი ადგენს 30 გრადუსიან კუთხეს. აი მოდი დავხატოთ. ეს არის x, o, y კოორდინატა, სივრცული კოორდინატა სისტემა. სიჩქარის მიმართულება, როგორც თქვით, ესე იგი ჰორიზონტთან, ესე იგი x ღერძთან ადგენს 30 გრადუსიან კუთხეს. აი ეს ალფა არის 30 გრადუსი, როგორც ნახაზზე მაგ და გთხოვენ რომ მოდით ჩაწერეთო x-ის t-ზე დამოკიდებულების ფორმულა, y-ის t-ზე დამოკიდებულების ფორმულა და ასევე განტოლება y-ის x-ზე დამოკიდებულების ფორმულაო. ნუ როგორ ვაკეთებთ? ეს რადგან v-ს ვექტორის სრული სიდიდე არის და მისი მიმართულება, უნდა ვიპოვოთ ამ ვექტორის მდგენელები. ეს არის მისი პროექციები vx-ი, ეს არის vy, ესე იგი მე აქედან პერპენდიკულარი დავუში x ღერძზე და y ღერძზე. vx-ი ეს არის v გამრავლებული კოსინუს 30 გრადუსზე. ნუ v არის 100, კოსინუს 30 გრადუსზე ფესვი 3-დან 2-ზეა. ნუ 100 და 2 გაიკვეცება, ესე იგი 5 ფესვი 3-დან აი ამდენი არის vx-ი. vy კი არის, ესე იგი აი ეს მოპირდაპირე კათეტი. ეს არის v სინუს 30 გრადუსზე. სინუს 30 გრადუსზე 1/2-დია. 100 გამრავლებული 1/2-ზე, ანუ 50. ეხლა უკვე რადგან vx-ი, vy კი ვიცი, საწყისი კოორდინატები ვიცი, უკვე ადვილად დავწერო, რომ x-ი უდრის x0 0 არის, vx-ი არის ფესვი, ესე იგი 5 ფესვი 3-ზე, ესე იგი 5 ფესვი 5 და ესა ბოდიში 5 გამრავლებული ფესვი 3-დან t. ეხლა y-ის t-ზე დამოკიდებულება იქნება y0 არის 400 პლუს vy 50t. ეხლა x-ის y-ზე დამოკიდებულება რო ვიპოვო, მოდით t აქედან განსაზღვროთ. აი მოდით აი გავაგრძელებ. t არის x-ი გაყოფილი 5 ფესვი 3-ზე და შევიტანოთ y-ის განტოლებაში. y გამოვივა 400 პლუს 50, არა, აქ 5 კი არა 50 არის გამომჩა. 50-ია ბოდიში. ესე იგი 50 t-ს მაგივრად x-ი 50 ფესვი 3-ზე. ეს 50-ები გაიკვეცება და y-ისთვის მექნება 400 პლუს x-ი შეფარდებული ფესვი 3-ზე. აი ეს არის y-ის x-ზე დამოკიდებულების, ანუ ტრაექტორიის განტოლება. ამით მეორე თავი მორჩა. მადლობა ყურადღებისთვის.